მოგესალმებით კლინიკა მიკროდერმატან. მე გახლავართ ნინო ხუჭაძე, კანისა და რბილი ქსოვილების ქირურგი. დღეს ვისაუბრებთ ლიპომებისა და ათერომების შესახებ, რომლებიც ერთმანეთში ძალიან ხშირად ერევათ. რეალურად სხვადასხვა წარმოშობა აქვს და სხვადასხვა განვითარება. ლიპომა წარმოადგენს ცხიმოვანი ქსოვილის კეთილთვისებიან წარმონაქმნს, რომელიც ვითარდება კანქვეშა შემართებელ ქსოვილში, შეიძლება განვითარდეს კუნთებს შორისაც, ასევე არის სრულად უმტკივნეულო რბილი კონსისტენციის, ნელა მზარდი, მოძრავი და არ წარმოადგენს სიცოცხლის რისკს. ასევე არ წარმოადგენს რისკს ათერომაც, თუმცა აბსოლუტურად სხვა წარმოშობა აქვს. ვითარდება ეპიდერმისში და ძირითადი გამომწვევი მიზეზები არის ცხიმიანი კანი და ცხიმოვანი ჯირკვლის საწყობი, რის შემდეგაც ვერ დრენირდება კანიდან ცხიმი ადეკვატურად და ხდება კაფსულირებული წარმონაქმნის ჩამოყალიბება, სადაც გროვდება კერატინის მასები. ასევე მათი გავრცელების სივრცე არის სხვადასხვა, როგორც აღნიშნეთ. ძალიან განსხვავებული მიმდინარეობა აქვს. ათერომა ასევე ვითარდება ძალიან ნელა, თუმცა ქმნის მეტ კოსმეტიკურ დეფექტს და მეტად გააჩნია დაინფიცირების ეპიზოდების რისკი. რის შემდეგაც პაციენტის მდგომარეობა უარესდება და საჭირო ხდება მათი დრენირება. ათერომები ძირითადად ვითარდება თავის თმიან ნაწილზე და ზურგზე, ხოლო ლიპომებისთვის საყვარელი ადგილი არის ტორსი და კიდურები. მათი დიაგნოსტირება ხდება კლინიკური ანამნეზური მონაცემებზე დაყრდნობით. ლიპომების დიაგნოსტირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ულტრაბგერითი კვლევა, რაც შეგვიძლია უმტკივნეულოდ ჩავიტაროთ. მათი მოცილება ხდება ორივე შემთხვევაში ქირურგიული წესით, სხვა ალტერნატივა არ არის და ეს მკურნალობა შეგიძლია თავისუფლად ჩაიტაროთ ჩვენს კლინიკაში.